წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღეღანია და ამ დროის ათვლას, ესე იგი, მზე იწყებს გაზაფხულის ბუნიობას და ამთავრებს როდესაც მზე შედის ვერძის ზოდიაქოში და როდესაც მზე გაივლის 12 თანავარსკვლავედს და დაასრულებს თავის წლიურ მოძრაობას თევზის ზოდიაქოში, სწორედ ეს შეადგენს სრულ წელიწადის ხანგრძლივობას 365 დღეს, მაგრამ აქ არის ერთი სირთულე. საქმე ის არის, რომ ფაქტიურად მზის წლიური მოძრაობა კი არ არის თანავარსკვლავედებში და არამედ ეს არის დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო და დედამიწა მოძრაობს არა თანაბრად. ესე იგი, ზაფხულის თვეებში დედამიწა მოძრაობს უფრო ნელა, ხოლო შემოდგომა ზამთრის თვეებში უფრო სწრაფად. ამიტომ წლის პირველი ნახევარი არ უდრის წლის მეორე ნახევარს. ამას ეს ასტრონომიული გაგულება და როგორც გამოირკვა, ეს განხორციელებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ანბანში. საქმე ის არის, რომ რაკი წელიწადი იწყება გაზაფხულის ბუნიობას, გაზაფხულის დღეღამსწორობას, დღეღამსწორობა ხდება ორჯერ. ერთხელ, ესე იგი, ეს არის ვერძის ზოდიაქოში, ანუ გაზაფხულის ბუნიობის დროს მზე შედის ვერძის ზოდიაქოში, ხოლო შემდეგ გაივლის 6 თანავარსკვლავედს და უნდა შევიდეს სასწორის ზოდიაქოში. მზის შესვლა სასწორის ზოდიაქოში, აი საქმე ის არის, ჩვენ გვაქვს ეს 365 დღე და როგორ უნდა განაწილდეს თვეებზე 365 დღე, ეს სხვადასხვანაირად ხორციელდებოდა. იულიანურ კალენდარში სხვანაირად არის განხორციელებული, ეგვიპტეში სხვანაირად ხორციელდება, მაგრამ ქართულში ეს იდეალურად არის განხორციელებული. რაკი წლის პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია, ავიღოთ ჩვენ ესე იგი მზე, რომ გაივლის წელიწადის პირველ ნახევარს, ანუ 6 თვეს, მე-7 თვის დასაწყისში უნდა შევიდეს სასწორის ზოდიაქოში. აი ამ სასწორის ზოდიაქოში შესვლა იმას ნიშნავს, რომ დგება შემოდგომის დღეღამსწორობა, ესე იგი, გავლილია წელიწადის ზუსტად ნახევარი. გაზაფხულის ბუნიობიდან შემოდგომის ბუნიობამდე 6 თვეა, შემოდგომის ბუნიობიდან მომდევნო გაზაფხულის ბუნიობამდე 6 თვეა. ახლა ჩვენ ქართული ანბანის, სწორედ ეს არის ქართულ ანბანში ასახული, ავიღოთ ჩვენ მე-6 ასონიშანი ქართული ანბანისა, ეს არის ვინ სასწორი, მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 6. ანუ წელიწადი, როდესაც მზე შევა სასწორის ზოდიაქოში, მაშინ ზუსტად წელიწადი გაიყოფა ორ ნაწილად. წელიწადის პირველი ნახევარი და წელიწადის მეორე ნახევარი. ესე იგი, დამთავრდა 6 თვე, მაგრამ მზე ვერ შედის
სასწორი ზოდიაქოში, იმიტომ რომ პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია ვიდრე წელიწადის მეორე ნახევარი. და სწორედ აქ 360 ყოველი თვე 30 დღეა, მაგრამ აი ეს 5-6 დღეღანით რაკი წელიწადის პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია ვიდრე მეორე ნახევარი, აი სწორედ აქ წელიწადის პირველი ნახევრის შემდეგ დაემატება 5 დღე. ანუ შემოდგომის ბუნიობისას წელიწადის 360 დღეს ემატება 5 დღე, ხოლო ნაკიან წელიწადს 6 დღე. ეხლა როგორ არის ეს ასახული ქართულ ამბარში? როგორც ხედავთ აქ ვინის გამოსახულება ეს არის სასწორი. მაგრამ სასწორი უწონასწოროა. ესე იგი პირველი წელიწადის პირველი ნახევარი და წელიწადის მეორე ნახევარი. საქმე ის არის, აქ მითითებულია სასწორი რომ გაწონასწორდეს. წელიწადის პირველი ნახევარი უფრო სუბუქია, მეორე ნახევარი უფრო მძიმეა. ესე იგი წელიწადის პირველ ნახევარს აი ქალწულის თანავარსკვლავის დაამთავრებს მზე წელიწადის პირველ ნახევარს უნდა დაემატოს ეს 5 დღე.